დილამშვიდობის ხალხო. დილამშვიდობის ყველას. მოკლედ ის კნუტი. იმ დღეს გავიგე კივილი და აი რო გადავიხედავ ჩემს უკან ეზოში იქიდან. ჭუჭყიანი იყო, სულ ტალახიანი სველი. ამოვიყვანე, გავაშრე. იცით თქვენს გავაშრე დავბანე, გავაშრე. წავყვანე ვეტკლინიკაში. აი იმ გოგომ დაასხაზეთ რაღაცა, ანუ რწყილების მოსაკლავი იმ წუთას რო კლავს რწყილებს ეგეთი. ხო და მერე არ იყო სახლში და ვიცი რომ მაგას კატა არ უნდა. ჩვენს მაგიდებზე გვაქვს გაშლილი საჭმელები და ეგ მაგიდებზე ივრის ეს ჩემლან ზღვაში იქნება. მე კატებმა იციან აქეთ-იქით მიფსმა და მაგათსელს ისეთ საშინელი სუნი აქვს რო აი არ ვიცი. მე კიდე პლუს ჯერ არ შეიძლებაო ის წამალიო და ცოტა ხანში დავალევინებო იმ გოგომ და ეს ჭიები თუ ყავსო ცოცხლად გამოვლენო და ანუ წარმოდგენაზეც ცოტა ხდები მაგისი. მე ევა და პონის იქამდე ვერ იმას ვიზავრო არ შეეხონ და არ ეკონტაქტონ. და ანუ აი ამ ყველაფერს რატო დააბრუნეო რო კითხულობ და ანუ რატო დააბრუნე და პასუხისგებლობით რო ვუდგები ყველაფერს იმიტომ ანუ აი როგორ არავის არ უნდა სახლში ჩემს გარდა ანუ მეც არ მინდა კატა უბრალოდ მეცოდება ცოცხალი არსება მაგრამ იმას ვიძახი რომ თუ მე მოვიყვან პასუხისგებლობა იქნება ჩემზე იმაზეც რომ მაგიდებზე არ იაროს იმაზეც რომ აქა-იქით არ ქნას იმაზეც რომ ბავშვს არაფერი გადაეთოს იმაზეც რომ ბავშვი არ ჩამოგაწროს კატაზეც რა თქმა უნდა თვითონ მის შემდგომ ყვება ის უნდა ბონის ხოყიდულობ იმას რა ქვია საფენებს 30 ლარი ღირს ერთი ცალი ჭირდება დღეში და ერთი შეფუთვა ანუ 30 ცალიანი 30 ლარი ღირს აფთიაქში და ხა ჯიჯი ხაუში 18-ად მივაგენ ისე მიხარია ხო და კატასაც ხო ჭირდება თავის საკვები ჭირდება თავისი ის ჭირდება ქვიშა ხოლმე უყიდო ეგ სულ არა ანუ ძალიან ადვილია ესე რატო თქმა და სხვაზე ვალდებულების და თითის გაშვერა ანუ მე ღმერთო დაიფაროს თუ რაღაცა ხოლმე უმკურნალოა რა ცხოველი რო ყავს სახში ეგრე არ არის რა და ეგ ყველაფერი საკმაოდ თანხებთანაც არის დაკავშირებული დროსთანაც არის დაკავშირებული ნერვებთანაც იმიტომ რომ ჯერ ისენამ პატარა დამყვაფს ასწავლი შენ თვითონ ხო გჭირდება ნერვები და ვიღაცა თავზე დაგდგას და განცხავს ამ დროს ძალიან რთულია და დამერწმუნეთ იმიტომ რომ აი ვისაც მაგალითად სურვილი გაქვთ რომ წაიყვანოთ და დაეხმაროთ მობრძანდით და წაიყვანეთ იმიტომ რომ რა ვიცი ძალიან ჭირდება დახმარება მე ასევე იმას ვფიქრობ რომ ზაფხულში ზღვაზე რო წავალთ კატას რა უნდა უყო მე არავინ არ მყავს ვინც კატას დაიტოვებს ბავშვები არ წავიყვანო ზღვაზე მაგის გამო თუ ვინმე დავტოვო ოჯახის წევრი ან მე დავრჩე ვინმე დავტოვო მე უნდა დავრჩე ხო იმიტომ რომ ჩემი პასუხისგებლობა იქნება ანუ მე ამ ყველაფერზე ვფიქრობ და ამიტომ მაგრამ არ მაძინებს მაგისი ჯავრი არ მაძინებს მაგისი დარდი იმ ბიჭს მივწერე როგორ არის მეთქი რა არ ვიცი მე სახში არა ვარო გუშინ მეთქი აჭმევს მეთქი ვინმე და კიო წესითო მესმოდა მაგის ტირილი გუშინ ის მე ჩემი ის წავუყე დათბილული კატის სახლი ბონისთვის რო გადმოვიწერე თემოდან ძალიან კარგი ეგ შალის ქუდი იდო საჭმელი წავუყე დაუტოვე იქ მაგრამ სულ მესმის მაგის ტირილი ეხაც დღე რაქშია და ეხაც დილასაც მესმის რო ტირის და იქენ მე ძაღლები შედიან ხოლმე და რა ვიცი არ დაგლიჯონ აღარა ვარ მაგის ცოდვით მოსვენება მაგ დაკარგული აქ მყავს და ჯავრისგან აღარ ვარ იქ არის და ჯავრისგან აღარ ვიცი რა ვქნა ხალხო აი მართლა ძალიან ვიტანჯები რამდენ ადამიანს ესმის ახლა ჩემს გარდა მაგისი ტირილი მაგრამ არც ერთი არაფერს არ აკეთებს და არც კი გადმოიხედება და მე ეგეთები ინტერნეტში შემოვლენ და შენ განგსჯიან შენ რატო არ წაიყვანეო ხავდე ხო უნდა ვიყიდოთ
მე ვიყიდოთ. ასაყარია ეს ბავშვი. რით სპორტი მივეცი, აღარ აქვს შოკოლადი ამას. ხო. მოკლედ ესე რა. ბუში იკავი მიყიდაზე და ევას უყიდა ჯინსის შარვალი და პიჟამო. და კიდე 9 ლარად არის 21 ნაცვლად კარფურში და ესენი მიყიდა. ძალიან მომწონს, ძალიან გემრიელი ეს. აი ეს, ნახეთ. 2 ნაბიჯი ვიყიდე, 8 ლარად 7 და რაღაც. აი ეს. აი ეს. პროსტო შეხედეთ რა არის ჯერ. და ზომები ნახეთ. და ზომები ნახეთ. და ეხა ეს ნახეთ. და ის 20 ლარად არის კილო. ანუ აი ეს 20 ლარად არის კილო და ეს კიდე მეტიც გამოდის. და ის არის წვრილი ნიგოზია რაღაცა კიდე. ასე რომ როგორ არ მეყიდა. მეგობრები შეტყვით როგორ არ დამელიაო რაღაცა ეგეთ პონჩი. ხო და ასე ჩემო ხალხო. აი ესე ვიტანჯები მის ცოდვით მე. მოვიდუღოთ ყავა. გაჩუქებაც არ ვიცი, მე მაგ პასუხისგებლობასაც ვერ ავიღებ, რომ გავაჩუქო, იმიტომ რომ აგებ ისო მოყვავილთა ჯგუფში ვიღაცამ წაიყვანა კნუწი და მოკლა. ვიღაცამ წაიყვანა და თათები მოაჭრა. ხო და ანუ ხო აი დამბურძგლა პროსტა. არ ვიცი, ხა დაინახავთ თუ ვერა, სრულ დამბურძგლა. აი ბურძგლის, აი რა ვიცი. ხედავთ, ვერ ხედავთ, არ ვიცი. რო წარმოვიდგენ, რომ კნუწს შეიძლება ვიღაცამ წაიყვანოს და თათები დააჭრას და დაწამოს, ყუთები არ შემიძლია და მე ჩემ ბრალი იქნება, ეგ ეგრე აღვიქო. მე ჩემნია აქ იყოს იმ ეზოში, არავინ მაინც არაფერს უშავებს. მაგრამ ძაღლები რომ მოვიდნენ, აი არ ვიცი, გეფიცებით ყველაფერს, აი ტვინი მაქვს ახდილი და კატის ყოლას მე საერთოდ არ გეკმავდი. მაგრამ გული მიგზნობს, რომ ჩავა და ამოვათრევ და იმასაც დავიკიდებ, რომ გამლანძღავენ და ყველაფერს, იმიტომ რომ გეფიცებით აი ვუძლებ პროსტა გაძლებაზე ვარ მაგისაც ცოტაობით. და ამას საერთოდ არ ვიძახი, იმიტომ რომ ვიღაცამ შემახოზე ტაშიდან მიგროს და რაღაც ერთზე განაფერ შემჭირდა მაგის გამო მე ერთ ნაბიჯს არ გადავდგავ საერთოდ მეტი საქმე არა მაქვს. არა ვარ მე ეგეთი ტიპი რომ ყველაფერს სვანაირად გადავიღებდი და სვანაირად გავაკეთებდი. უბრალოდ თავი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის. თან მით უმეტეს როცა შენ არ ფიქრობდი და არ გიგმავდი. მე თუ რაღაცას გავაკეთებ, ამას მე ისე არ გავაკეთებ, რომ გააკეთა მთელი ცხოვრება, რომ მას იძახის, რომ იმე ეს რა გავაკეთეო. ეგრე არა, გავაკეთებ, ღირსეულად გავაკეთებ. თუ არა და არ გავაკეთებ. და ეგ იცით ძალიან რთულია. ასე რომ ეხლავე ჩამომზეო. სიცოცხლე. მიუტანა იქ ის ერთჯერადშია ის და
ძალიან დიდი ტვირთია ცხოვრებაში ჩეთილი გული, იმიტომ რომ ანუ ყველა შენ ვერ დაეხმარები, ყველა შენ ვერ გადაარჩენ, მაგრამ შენ თავს ყოფას უდირებ. ძალიან კარგად. ჯავრით. აი, ყავის ჭიქა მოვიტანოთ, გასარეცხი იქნება. ბონჯკა. ნიჩკა, ბონჯკა. საყვარელია ბაჭი? საყვარელი კუდი აქვს ბაჭი? ეო, თქვენ დღეს ახლა რო გადავიხეთ, რომ კნაო და კატა. საუთედას კატაო. გოგრა არ მახსოვდა, ჩემი ფანტასტიკური გოგრა, მაგრამ ჯერ არ მინდა. ამიტომ მე ესეთი მინდა ადამიანია ხალხო, რაც ამას სასწაული რამე მქონდეს, თუ არ მინდა არ შემიძლია თუ არ მინდა. აუ კობა მაინც დამენახავ კიდე. კობას ყავს კატები და იცის. იმ დღესაც სამჯერ დაუკაკუნე, მაგრამ არ იყო სახში რომ ამოვიყვანე. მეთქი აი რა ვუყო ხა, რა დავალევინო, რა გავუკეთო რაღაცა. არელო, როგორ ხარ? ესე იგი რაზე გაწუხებ? ლია იძახის, რომ თქვენი კატა არის ძალიან მოწესრიგებული, სახში არ დგას ფიშების სუნი და მაგიდაზეც არ დამინახია, რომ დადიოდესო და აქ ეზოში პატარა კნუტია, გადაგდებული ძალიან პატარა. ხო და ის მაგის ცოდვით აღარა ვარ და ფიქრობ ამოვიყვანო მეთქი. მაგრამ ძალიან მეშინია, ბევრი რაღაცის, მათ შორის იმით, რომ მაგითაც დაიწყებს სიალს, ჩემნაცესავს ყავდა და სახში ყველგან მაგის ფიშების სუნი იყო. ნუ ეგ არ იყო ისა, სტერილიზებული. შეიძლება მაგიდო არ ვიცი. ყველგან დადიოდა მაგიდებზე. ხო და ეს რომ მაგიდაზე დაიწყებს სიალს, ლია გაგიჟდება. და რა ვიცი, აი ბევრი უსიამოვნებები მექნება და გადავწყვიტე მომეწერა, რომ თუ შენი კატა ესეთი აღზრდილია, ანუ შესაძლებელია რომ ეგრე აღზარდო და თუ კი როგორ ხმოვანით რომ გამომიგზავნო თუ შეძლებ როცა ნახავ 2 დღეა მაგის ტირილი ჩამეს, მის ჩავეტი საჭმელი ვაჭამე, სახში ამოვიყვანე, დაუბანე, გაწუნგლული იყოსო, იმაში წვიმაში და ტალახში იყო ამოვლებული და ისეთ საცოდავედი და მის ციქარი მიყვავს და უხრენს და გარბის არიღებს. ანუ არიღებდა და იმიტომ ყავდა გაგდებული და ესეც იმიტომ დადიოდა ტირილი, სადღაც 1 თვისა არისო მითხრეს. ხო და აი აღარ ვიცი რა ვქნა 2 დღეა ადამიანით არ ვარგივარ მაგაზე ჯავრით. ხო და აი შენი გამოცდილება რომ გამიზიარო თქვენ კატასთან შედავით. ხო, ბიჭიაო. მითხრეს ეგრე. საერთოდ მინათლია ხალხო.
ხო და ძალიან მიყვარს, მაგრამ ძალიან დიდი ხანი არ მინახავს. ტერაზე მივწერე. მაგრამ ძალიან კაი საქმეზე მივწერე. ესე. და მისატანებლად რა მივატანოთ? ამას რამდენი 100 გრამზე? ჭკვიანი კატა საყვარელია? საყვარელი ძაღლია? ბონის წაუხი. აბა ის გოგრა პაწაწინა გოგრაც ავიღოთ აბა. აუ ეს იცით რა არის პროსტა აი ხაბარია. აი შენი. ჩემო მეგობარო.
გოგო, ჩემ მეორე საუზნეა. პირველი იყო შაქრიანი ყავა. რა ვარ? ბუზიაზა. ბაბამ ბუზი უნდა ჭამოს, კი. სულ მაგას ვფიქრობ. თავის მაგით გამატენილი. მაგატით და მაგამბით. ბონი ძდა ჩქაეჭო. თან ყასთხილე. Katishuli aklai. Daivi katisha kharuko tkhove guli charte oemneo da keti charte to da vechamne. Sperami. Ara ushavra ucha. Ara ushavra. Agats chagertebi da agats dagirek agats mogikitqav. Sheti siqavi kargad da bedniera da gmertma sikete mogses qar. Mi agats chagertebi agats dagelaparaki mi agats. Good again, but so. Iliana